გამარჯობა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბავშვების რუკაზე, ანუ ჩვეულებრივი ადამიანების რუკაზე და მშობლების გავლენაზე ამ კონკრეტულ ადამიანებზე. ანუ ეს შეიძლება იყოს ნატალური რუკა ბავშვის, შეიძლება იყოს ზრდასრული ადამიანის რუკა, რომელიც გვანახებს მშობლებს რა გავლენა აქვს ამ ადამიანზე. ანუ იმის თქვა მინდა, რომ გარდა იმისა, რომ ადამიანს ისედაც ვიცით, რომ მშობლებს დიდი გავლენა აქვს ადამიანზე, ბავშვზე ზოგადად, ასევე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ნატალურ რუკაში უკვე ჩადებულია ეს პროგრამა ყოველთვის. აი მაგალითად, რამდენად მშობლები იქნებიან ერთად მთელი ცხოვრების განმავლობაში, განქორწინებია ექნებათ თუ არა განქორწინება მშობლებს, ანუ განქორწინების რისკი რამდენად არის. მშობელს ეყოლება თუ არა მამას, მაგალითად მეორე იქნება თუ არა მეორე ქორწინება, შექნება თუ არა მეორე ოჯახი. ანუ აი ეს ყველაფერი რამდენად კონფლიქტურია მშობლების ერთმანეთთან დამოკიდებულება, რამდენად ჰარმონიულია, აქვთ თუ არა გრძნობა ერთმანეთის მიმართ. იგივენაირად ნატალურ რუკაში ჩანს ეს ყველაფერი და იგივენაირად ჩანს მშობლების დამოკიდებულება ბავშვებთანაც. ანუ კონკრეტული ადამიანის რუკაში ჩანს დედის ნაკლებობა აქვს თუ არა, მამის ნაკლებობა აქვს თუ არა, რამდენად ნეგატიურია გავლენა რომელიმე მშობლის, რამდენად ჰარმონიულია. ანუ ეს ყველაფერი ნატალურ რუკაში უკვე არის ჩადებული. ბავშვი იბადება ესეთი პროგრამით. ნებისმიერი ადამიანი იბადება ესეთი კონკრეტული პროგრამით, რაც მან უნდა გადალახოს, რაც უნდა ნახოს, რა გამოცდილებაც უნდა მიიღოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. პირიქით ეს არის გადასალახავი. ანუ ამიტომაც არის აუცილებელი ბავშვობიდანვე, ანუ სანამ ბავშვი პატარა არის, გადაიხედოს მისი რუკა, იმიტომ რომ იქ ჩანს მშობლების გავლენა და მშობლების გავლენა არის ძალიან ისეთი მასშტაბური. ну წარმოიდგინე რომ გქონდეს ნატალურ რუკაში არის მშობლების პლანეტები, რომლებიც აი ესე, რომელსაც ჩვენ ვაანალიზებთ იმისთვის, რომ გავიგოთ მშობლების გავლენა. ეს არის ნათობები, სატურნი, მარსი, მთვარე, ვენერა, მზე, ბარემ ვიტყვი. ანუ ნათობებში მზე და მთვარე ერთნაირად შედის. და შესაბამისად ამდენი პლანეტის ანალიზის შედეგად იქ რა თქმა უნდა ემატება მეოთხე სახლი, მე-10 სახლი, ემატება კონკრეტული ასპექტები. თუნდაც სატურნის ნათობებთან იქ არის სპეციფიკური ასპექტები, რომელსაც მახვილდება ყურადღება, როდესაც მშობლებთან ურთიერთობას ვაანალიზებთ რუკაში. და შესაბამისად აი ნათობების დაზიანება თუნდაც ნებისმიერი ასპექტი რაც ეხება მშობლების ანალიზს, ესე ვთქვათ რუკაში, ზემოქმედებს, ანუ პრობლემები, ან დადებითი თუნდაც ასპექტები ზემოქმედებს ბავშვზე, ანუ ვითარდება კონკრეტული მახასიათებელი ხასიათში, ანუ თვისებები უვითარდება. შესაბამისად, როდესაც არის მამის ნაკლებობა, იქ არის უფრო მეტი პესიმიზმი ხასიათში, ანუ მზე დაზიანებული, ან სატურნი დაზიანებული, ადამიანს აკლია დისციპლინა, აკლია შედარებით უფრო ისეთი პრაქტიკული ხედვა ყველაფრის, აკლია ენერგია, ოპტიმიზმი, ანუ ბევრი მახასიათებლები ადამიანის ხასიათში განპირობებულია მშობლების გავლენიდან გამომდინარე, ანუ ვითარდება. იგივენაირად, როდესაც დედის ნაკლებობა, ანუ რა თქმა უნდა, მშობლების ანუ პრობლემა გოგოს და ბიჭის რუკებში განსხვავებული არის, მაგრამ ისე თუ ასე, ანუ უპირატესობა არის ცოტა ისეთი განსხვავებული, რომ ისე თუ ასე, ანუ თუ დედის პრობლემა აქვს ბიჭს, ამ შემთხვევაში პირადში მომავალში ექნება თვითონაც პრობლემა, ანუ პროგრამა არის ცოტათი განსხვავებული, გოგოს შემთხვევაში უკვე მამასთან პრობლემა იწვევს პირადში პრობლემებს. ორივე მშობელთან პრობლემა იწვევს ხასიათში პრობლემებს, ანუ თვისებებში და ეს რა თქმა უნდა შემდეგ უკვე ართულებს ცხოვრებას ადამიანის. რისი გაკეთება შეგვიძლია? რაც უფრო ადრე იქნება ეს ყველაფერი გაანალიზებული, რაც უფრო ადრე ვნახავთ ჩვენ აი პატარა ბავშვის ასაკში, მაგალითად როდესაც არის 1 წლის ბავშვი, 3 წლის, 5 წლის, არ ვიცი, ანუ მცირე ასაკში, რაც უფრო მალე ინახება ეს ყველაფერი და ჩვენ ვნახავთ თუ აკლია მაგალითად დედის ყურადღება ბავშვს, თუ არის დედის დეფიციტი ან დედის ნეგატიური გავლენა. იქ რა თქმა უნდა იქნება კონკრეტულ რუკაში ყველაფერი ინდივიდუალურია, კონკრეტულად რა სახის ნეგატიური გავლენა არის, ეს უკვე დამოკიდებულია ბავშვის ხასიათზე, იმიტომ რომ შესაძლოა მეტისმეტად მზრუნველი დედაც იყოს ნეგატიური იმ ბავშვისთვის, ანუ მის ხასიათს, ესე ვთქვათ, არ შეესაბამებოდეს დედის მეტისმეტად მზრუნველი ხასიათი, შესაძლოა მეტისმეტად მკაცრი იყოს დედა, ანუ გააჩნია. ყოველთვის არის განსხვავებული სიტუაცია რუკიდან გამომდინარე. და ამ ყველაფრის გამოსწორება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია თუ თავიდანვე გვექნება ინფორმაცია. ანუ ეს პრობლემები, რაც რუკაში არის გაწერილი, თუნდაც ის განქორწინების რისკი მშობლების, მამის მეორე
ოჯახი თუნდაც ან ნაადრევი გარდაცვალება, მშობლებისგან შორს ცხოვრება, ანუ ეს მაჩვენებლები რაც არის რუკაში, ეს არ არის ის, რომ აი რადგან გაწერილი არის და ამ ცხოვრება ასეთ სიტუაციაში დაიბადა ადამიანი, ესე უნდა იყოს. რეალურად ეს არის ყველაფერი გადასალახი. ანუ ეს არის გამოცდა, რაც თავიდანვე ჩადებულია რუკაში, რომ აი ამ სულმა უნდა გამოიაროს ეს ყველაფერი, უნდა მიიღოს გამოცდილება, უნდა გაიაზროს და გადალახოს ეს ყველაფერი. და ეს ყველაფერი ამასთანავე არის ხშირ შემთხვევაში კარმულიც, ანუ იგივე პრობლემები აქვთ ხოლმე მშობლებს და მათ მშობლებს, ანუ ეს გადმოდის ესე ვთქვათ. და თუ მშობელი და მუშავებს ამ პრობლემას, შვილებთან უკვე შედარებით ნაკლები პრობლემა გადმოდის ამ მიმართულებით. იგივენაირად, როდესაც ესეთი პრობლემა აქვს ბავშვს და როცა პატარა ასაკში ჩვენ ამ ყველაფერს გავაანალიზებთ, შესაძლებელია ამ ყველაფრის შეცვლა. ანუ შეუძლია მშობელს იმუშაოს საკუთარ თავზე, რომ აი ეს ასპექტი, რომელიც ბავშვს აქვს, შერბილდეს. ამას ჩვენ ვერანაირად ვერ გავაუქმებთ, რადგან არის მონაცემები, ეს არის, ანუ რისკი არის, მაგრამ ეს არის რისკი მაინც და ეს არის არ არის 100%-იანი გარანტია. შესაბამისად, ამასთან მუშაობა შესაძლებელია. ამის გამოსწორება შესაძლებელია, თუ რა თქმა უნდა, მშობლების ნებაც იქნება. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის პატარა ასაკიდანვე რუკა დაიხედოს, ინახოს ყველაფერი. ეს არ არის ხა მე ამ შემთხვევაში გავამახვილე ყურადღება მშობლებთან ურთიერთობაზე, იმიტომ რეალურად ძალიან ბევრ პრობლემებს ქმნის მშობლებთან პრობლემა. ცალკე პრობლემებს ქონის, როდესაც მშობლებთან პრობლემებია ის რაღაც კომპლექსები მოყვება, რაც ცხოვრებას ურთულებს, აი ეს დამოკიდებულება, ეს ცალკე გასაანალიზებელია, შეთავსების ანალიზიც რამდენად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ მაგალითად რუკაში ჩანს მშობლის ნეგატიური გავლენა, არ ნიშნავს იმას, რომ მშობელი ცუდია. ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ შეთავსებაში ეს ორი ადამიანი, ბავშვი და დედა, ან მშობელი და ბავშვი, ვერ უგებს ერთმანეთს, ანუ ვერ ხვდებიან რანაირად დაანახონ ერთმანეთი როგორ დაინახონ კარგად, ანუ შეთავსების პრობლემა არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშობელია ცუდი. ხშირ შემთხვევაში. ეს ნიშნავს იმას, რომ შეთავსება არის ცუდი, ერთმანეთის გაგება უჭირს და ამაზე სამუშაო, ანუ ამის გამოსწორება არ არის შეუძლებელი, რეალურია სავსებით, თუ იქნება, რა თქმა უნდა, სურვილი ორივე მხრიდან. და მით უმეტეს თუ ბავშვი პატარა არის, ძირითადად უკვე მშობლებმა უნდა იმუშაონ ამ პრობლემაზე. და ეს ყველაფერი არის გამოსწორებადი. ანუ ამ ყველაფრის გადალახვა შესაძლებელია, ის განქორწინების რისკიც რაც არის, ესეც იგივენაირად გადალახვადია. და რაც მშობელს შეუძლია ასეთ შემთხვევაში გააკეთოს, როდესაც გაანალიზებს ამ ყველაფერს, პრობლემიდან გამომდინარე, პრობლემის სპეციფიკიდან გამომდინარე, უკვე რაც იქნება კონკრეტულ ნატალურ რუკაში, მშობლებს აქვს მხოლოდ ორი ბერკეტი, ესე ვთქვათ, სამოქმედოდ. ეს არის საკუთარი გამოცდილების გაზიარება, მეგობრობა ბავშვთან, რომ აი მე დავუშვი ესეთი შეცდომა და შენ რო არ დაუშვა, ან თუ გაითვალისწინებ ჩემს გამოცდილებას, ანუ საუბარი და საკუთარი გამოცდილების გაზიარება. ან მაგალითად მე ესე კარგად გავაკეთე და გამომივიდა და სცადე შენც, რაღაცა ესეთი ალტერნატივა, ანუ შეგვიძლია რჩევა მივცეთ. და მეორე ბერკეტი არის მაგალითი. როგორც იქცევა დედა, როგორი დამოკიდებულებაც აქვს შენთან, შენც იგივენაირ დამოკიდებულებას ითვისებ. ანუ ან მიიღებ, ან არ მიიღებ, ეს უკვე ბავშვი არის დამოკიდებული, ბავშვის განვითარების დონეზე, იმიტომ რომ ზოგიერთი ეს ყველაფერი პატარა ასაკში მაინც გააზრების დონე დაბალია და ინსტინქტურად ბავშვი ამ ყველაფერს ისრუტავს და შემდეგ პრობლემები აქვს, იმიტომ რომ დედის ფიგურა თელს ცხოვრებაში, როდესაც ბიჭს ჰქონდა დედა, ყავდა დედა ძალიან მზრუნველი და მას ეს აწუხებდა. ხასიათი, მისი კონკრეტული ხასიათიდან გამომდინარე, ცხოვრების როდესაც გაიზრდება, მეორე ნახევარსაც ირჩევს იგივენაირს, იმიტომ რომ ის ქვეცნობიერში დედის ფიგურა არის ესეთი. შესაბამისად, მეუღლესთანაც იგივენაირი პრობლემა იქნება, ის მეუღლეც იგივენაირად მზრუნველი იქნება და ეს იგივენაირად დისკომფორტი იქნება მისთვის. იგივენაირად გოგო ბავშვის შემთხვევაში, გოგონას შემთხვევაშიც მამის პრობლემა, როგორიც არის მამა, ავტომატურად ისეც ეძებს, იმიტომ რომ პატარა ასაკში ილექება ეს მამის ფიგურა, კაცი როგორი უნდა იყოს. შესაბამისად, მომავალში ისევ პრობლემები აქვს, თუ ეს არ იქნება გადალახული, თუ ამაზე არ იქნება, ანუ სამუშაო, ესე ვთქვათ, სამუშაო საჭირო მამის მხრიდან. უნდა ჩაერთოს რაღაცები, უნდა გამოასწოროს, თუ ეს ყველაფერი არ იქნება, შემდეგ უკვე ბავშვი ზრდასრულ ასაკში თვითონ გადის ამ ყველაფერს, ფსიქოლოგიურად აანალიზებს, რამდენადაც უკვე შეუძლია იქიდან გამომდინარე. ზოგი გადალახავს, ზოგი ვერ გადალახავს ამ ყველაფერს და აქვს შემდეგ პრობლემა, ზოგი ამ ყველაფერს აცნობიერებს უფრო გვიან ასაკში. როდესაც უკვე განქორწინებები აქვს რამდენიმე და შემდეგ ხვდება რაშია საქმე, ზოგიერთ ფსიქოლოგს მიმართავს და რისი გაკეთება შეგვიძლია იმ შემთხვევაში, ანუ იქიდან გამომდინარე თუ რა პრობლემა იქნება გამოკვეთილი რუკაში. მე ახლა ჩამოვთვლი უბრალოდ პრობლემებს, რა შეიძლება გამოჩნდეს ბავშვის რუკაში და როგორი შესაძლო რეაქცია შეიძლება, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გადალახვა, ესე ვთქვათ.
ну, პირველი შემთხვევა არის მკაცრი დედა. როდესაც დედის გავლენა შედარებით უფრო ნეგატიურია და ჩანს დედის სიმკაცრე. ну, ასეთ შემთხვევაში ალტერნატივა, რა თქმა უნდა, იქნება, რომ ბავშვს უფრო თბილად მოექცეს, დედა უფრო შედარებით განუმარტოს, რატომ იქცევა მკაცრად, ანუ რატომ აქვს ესეთი მეთოდები, რისი მიღწევა უნდა, რისი გაგება უნდა, ესე ვთქვათ, ბავშვისგან რას უნდა მიხვდეს ბავშვი. ანუ დედის ასეთი ქცევით, ანუ რატომ იქცევა ესე და შედარებით უფრო მეტი სითბო გამოავლინოს, ან სიტყვებით მაინც უთხრას, რომ რეალურად ანუ ამ მკაცრი ქცევიდან გამომდინარე, რომ გრძნობა მაინც აქვს და მაინც უყვარს თავისი შვილი, ანუ რაღაცა ესეთი მიდგომა სჭირდება, ანუ აქცენტი საჭიროა უფრო გრძნობებზე, ემოციებზე, რომ ბავშვმა დადებითი მხარეც ნახოს დედის. და ანუ რაღაცნაირად ეს სიმკაცრე რომ იყოს ახსნილი, რატომ ხდება ესე. ეს ძალიან ხშირი მოვლენა არის რუკაში. ამიტომ ანუ არაფერი ისეთი შეუძლებელი ამაში არ არის, დედამ უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე და შეთავსებაზეც, რა თქმა უნდა, ბავშვთან რაღაცნაირად ბავშვთან დადებითი კომუნიკაცია მოახერხოს რაღაცნაირად, უფრო შედარებით რბილი მეთოდებით მიაღწიოს შედეგს. შემდეგი არის მშობლების განქორწინება, შეიძლება ჩანდეს რუკაში განქორწინების რისკი, ან როდესაც მშობლებს არ აქვთ ხელი მოწერილი ერთმანეთთან. ну, ამ შემთხვევაში ბევრს ვერაფერს ვერ გააკეთებს მშობელი, გარდა იმისა, რომ შესაძლებელია რაღაცნაირად კორექტირება მოხდეს ხასიათის, რომ აირიდონ თავიდან განქორწინება, ეს უკვე გამოჩნდება მათ პირად რუკაში, მათ შეთავსებაში, მშობლების შეთავსებაში, კონკრეტულად რა პრობლემები შეიძლება იყოს, რისი გაკეთებაა შესაძლებელი ორივე მხრიდან, იქ დედას ანუ ყოველთვის ყველაფერი საბოლოოდ მიდის ხასიათზე და შეთავსებაზე, რომ მშობლები ვერ უგებენ ერთმანეთს, ერთს უნდა სხვა, მეორეს უნდა სულ სხვა და შესაბამისად ანუ აქედან მოდის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ყველა პრობლემა. ამაზე მუშაობაც იგივენაირად შესაძლებელია, ну, ამ შემთხვევაში არის პრობლემა ორივე მშობლის და ჩართვა იქნება საჭირო ორივე მშობლის, რომ ორივე იმუშაოს პრობლემაზე. ანუ ესე უფრო მეტად ეფექტური იქნება შედეგი, უფრო მეტი შანსია, რომ იყოს დადებითი. ხელმოწერას რაც შეეხება, ეს უბრალოდ შეიძლება აუხსნა ბავშვს, რატომ არის ესე, რატო არ არის წყვილი ხელმოწერილი, ანუ რის გამო, ესე ვთქვათ. ну, გაგების დონეზე მეც სხვას ამ შემთხვევაში აქ ვერ ვიზამთ, იმიტომ რომ ეს დიდათ არაფერს არ აშავებს, უბრალოდ შესაძლოა ბავშვს გაგება აინტერესებდეს, აი რატომ არ მოაწერეს ხელი მშობლებმა. ეს რა თქმა უნდა შემდეგ უკვე გვიან ასაკში იაზრებს ბავშვი, ხება პატარა ასაკში რა თქმა უნდა ამაზე არც არავინ არ ფიქრობს, უბრალოდ ეს რაღაცნაირად ესე გაწერილია თითქოს ამ ბავშვის პროგრამაში, რომ აი ეს ყველაფერი შესაძლოა მოუწიოს ბავშვს ამ ყველაფრის გადალახვა. მკაცრი მამის შემთხვევაში ისევ რა თქმა უნდა იგივე პრობლემა არის, რომ უფრო რბილი მეთოდებია საჭირო, როდესაც არის პასიური გავლენა მშობლების რუკაში, ეს ნიშნავს იმას, რომ მშობლებს გავლენა არ აქვთ ბავშვზე, თითქმის. ანუ ბავშვი არ ითვალისწინებს, ანუ მშობლის არანაირ გავლენას, იმდენად პასიურია ურთიერთობა. ანუ დამოკიდებულება, როდესაც ბავშვი თავისთვის არის, ცხოვრობს მშობლები 24 საათი სამსახურში, ან არ აქვს კონტაქტი იმდენად ბავშვთან, აი საჭმელს მიცემ, ტანსაცმელს რაც სჭირდება და ანუ როდესაც კომუნიკაცია არ არის, როდესაც ბავშვთან ურთიერთობა არ არის. აი ესეთ შემთხვევაში ბავშვს აქვს დაბალი გავლენა მშობლების, ანუ არ აქვს თითქმის მათგან არაფერს არ სწავლობს, პასიურია მშობლების გავლენა. შესაბამისად, რუკაში ამ ბავშვთანაც იქნება პრობლემა, თვითონ იქნება პასიური ხასიათით, როდესაც გაიზრდება, ექნება სუსტი იმუნიტეტი, სუსტი სასიცოცხლო ძალები, ცხოვრებაშიც იქნება უფრო შედარებით პასიური, უფრო ნაკლებად ოპტიმისტური, ემოციების გამოვლენა გაუჭირდება, ანუ თვითონ როგორც პიროვნება იქნება პასიური, იქიდან გამომდინარე, რომ მშობლებსაც თავიდანვე არ ჰქონდათ მასთან კონტაქტი. ანუ ეს ამას გამოიწვევს საბოლოო ჯამში, ამიტომ ამაზეც რა თქმა უნდა უფრო სამუშაოა, საჭიროა უფრო მეტი ურთიერთკავშირი, ნაკლები, ესე ვთქვათ, ну, სამსახური რა თქმა უნდა გასაგებია 21 საუკუნეში ძალიან დიდი დრო მიაქვს სამსახურს ზოგადად, მაგრამ უნდა გამოინახოს დრო, ბავშვს არ ჭირდება ბევრი დრო. იქ ნახევარი საათით საკმარისია, ყოველდღე რომ გამოინახოს, ის 10 წუთის ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და გამოინახოს დრო გაჯეტების ყველაფრის გარეშე, რომ უბრალოდ კომუნიკაცია ქონდეს, თამაში თუნდაც ბავშვთან, ან უბრალოდ საუბარი, ეს ყველაფერი რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. აცნობიერებს ის ამას თუ არა, მომავალში ეს იქნება ძალიან დიდი ფაქტორი მისთვის, რომ ცხოვრება ქონდეს შედარებით უფრო წარმატებული და უფრო დალაგებული მშვიდი პრობლემების გარეშე. შემდეგ არის მამასთან ცუდი ურთიერთობა, ისევ იგივე ვარიანტია.
განქორწინება, მშობლების რთული ურთიერთობა აქ ყოველთვის, როდესაც არის კონკრეტული მაჩვენებელი, აქ არ არის ერთადერთი მაჩვენებელი, ანუ იქ არის ყოველთვის რამდენიმე ალტერნატივა, რომ ან ესე ხდება, ან ესე, ანუ კონკრეტულად როდესაც არის ან მამასთან ცუდი ურთიერთობა აქვს, ან ვერ ხედავს მამას საერთოდ, ან განქორწინება არის რუკაში და მშობლებთან, ან მშობლები განქორწინებულები არიან და მამასთან აი იმის გამო რთული ურთიერთობა აქვს. ანუ შესაძლოა არ იყოს განქორწინებული და უბრალოდ რთული ურთიერთობა. ანუ რამდენიმე ალტერნატივას იძლევა ხოლმე ნებისმიერი აი ეს მაჩვენებელი რუკაში. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს ალტერნატივა, თუ განქორწინებულია, გასაგებია, რომ შესაძლოა იშვიათად ხედავდეს ბავშვს და საჭირო ამაზე მუშაობა, რომ თუნდაც ტელეფონით, თუნდაც ისე, ანუ უფრო აქტიური გახადოს ურთიერთობა. და უფრო შედარებით აი მოკითხვის დონეზე მაინც, რაღაც ყურადღების დონეზე მაინც რომ იყოს კავშირი. თუ უბრალოდ ერთად ცხოვრობენ და მამასთან ცუდი ურთიერთობა აქვს, ისევ მამის მხრიდან არის საჭირო, აქ უკვე სინასტრია გაანალიზდება და იქ გამოჩნდება კონკრეტულად რა შეა პრობლემა, რა მხრივ ვერ უგებენ ერთმანეთს, რა შეიძლება ბავშვის მხრიდან, ანუ აქ ხო ძალიან ბევრს წყვეტს ესევე ბავშვის თვალთახედვა, ანუ შენ შესაძლებელია სწორად იქცეოდე, მაგრამ ბავშვისთვის ეს იყოს მიუღებელი ან ვერ იგებდეს თავისი ხასიათიდან გამომდინარე. ამიტომ არის საჭირო შეთავსება, რომ ისე მოიქცე, რომ შენ გადმოსცე, რისი გადმოცემაც გინდა და ისიც რომ მიხუდეს ამ ყველაფერს. ანუ ეს არის შეთავსების პრობლემა, კონკრეტულად გამოჩნდება სინასტრიაში. შემდეგ რა შეიძლება იყოს? როდესაც მშობლები ერთად არიან და დედა ბევრს მუშაობს და ბავშვს აკლია სითბო. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დრო არის გამოსაყოფი ბავშვისთვის და იგივენაირად ასახსნელი არის, რატომ მუშაობს ამდენი ხანი, რის გამო, რის გამო ხდება ეს ყველაფერი, რომ ეს საჭიროა ამისთვის, რომ შენ გქონდეს იქ თუნდაც საჭმელი, ჩასაცმელი და ასე შემდეგ, ანუ რომ ბავშვს აუხსნა, რატომ ხდება ეს. პატარა ასაკში ჩვენ ესე ვხედავთ თითქოს, რომ ბავშვს არაფერი არ ესმის რეალურად, შესაძლოა იმ მომენტში არ ესმოდეს, მაგრამ ის ამაზე იფიქრებს და რაღაც პერიოდში გააანალიზებს, ანუ აუცილებელია მაინც თქმა, სიტყვიერი კომუნიკაცია, მიუხედავად იმისა, ჩვენ გვგონია, რომ ესმის თუ გვგონია, რომ არ ესმის მაინც. შემდეგ არის როდესაც მშობლებს აქვს თავიდან კარგი ურთიერთობა და ბოლოს საქმე მიდის განქორწინებამდე, ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი არის აუხსნა ბავშვს, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, რომ აქ არ არის ისე, რომ არ უყვარდათ ერთმანეთი, რომ იყო გრძნობა და ანუ მოკლედ ეს უკვე ფსიქოლოგის ის არის, ანუ მე არ მაქვს ფსიქოლოგის განათლება და მე კონკრეტულად ვერ მიგითითებთ კონკრეტულად რა უნდა უთხრა ბავშვს ეს შემთხვევაში, ეს არის ჩემი მიდგომა, ესე ვთქვათ, მე ესე მგონია რომ რაღაცნაირად მაქსიმალურად დიპლომატიურად უნდა უთხრა კონკრეტულად რა მოხდა, რომ ესე ხალხი ხანდახან ვერ უგებენ ხასიათით ერთმანეთს, ეს არ ნიშნავს, რომ გრძნობები არ აქვს, უნდა იყოს ორმხრივი პატივისცემა მშობლების მხრიდან, ანუ რომ განქორწინების მიუხედავად უნდა შეინარჩუნონ დადებითი ურთიერთობა, უნდა ეცადონ ამ ყველაფერს თუნდაც ბავშვის გამო. შემდეგი, როდესაც მამას მეორე ოჯახი აქვს. ესეც რაც არ უნდა ნეგატიური იყოს დედისთვის, საჭირო არის, რომ აიხსნას მაქსიმალურად კარგად. ანუ შედარებით უფრო ესე მშვიდად, რომ ყველაფერი იყოს გასაგები და არ იყოს აი ესეთი ტრავმირებული, ესე ვთქვათ. ну თავიდან სანამ ბავშვი შედარებით პატარა ასაკში ეს უნდა ითქვას მაქსიმალურად ისე რომ ბავშვმა არ იგრძნოს აი ეს უყურადღებობის გრძნობა რომ მიატოვეს და ტრავმირებული რო არ იყოს ბავშვი. შემდეგ უკვე როდესაც გაიზრდება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება რეალური, ესე ვთქვათ, როდესაც უკვე ბავშვი აღიქვამს ამ ყველაფერს ნორმალურად. განქორწინება, როდესაც კონკრეტულად მშობლები არ კონტაქტობდნენ ერთმანეთთან. ან როდესაც ერთად არიან, მაგრამ რთული ურთიერთობა აქვს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბავშვთან სამუშაოა რომ ანუ უნდა გაგების დონეზე, ანუ ყველაფერი ეს ხდება უპირველესად საუბრის დონეზე, ეს ყველაფერი არის ასახსნელი და ბავშვი შემდეგ ამ ყველაფერს გაიგებს აუცილებლად თავის დროზე, მაგრამ სათქმელი ეს ყველაფერი არის აუცილებლად უნდა აუხსნა კომუნიკაციის საშუალებით, ესე ვთქვათ, და იგივენაირად შესაძლოა ანახო, თუმცა ანახებით ხა ყველაფერს ისე ვერ დაანახებ და როდესაც ეუბნები აუხსნი და შემდეგ უკვე ხედავ შენს ქცევებსაც თუნდაც, უკვე რა თქმა უნდა ეფექტი იქნება. შემდეგი. როდესაც ადრეული ასაკიდან მშობლების გარეშე იზრდება ბავშვი. როდესაც ერთ-ერთი მშობელი გარდაცვლილია, ან უბრალოდ მუშაობენ, ან საზღვარგარეთ არიან, ბავშვი იზრდება ნათესავთან. ესეთ შემთხვევაშიც ასახსნელია, რატომ ხდება ასე, რის გამო ხდება ასე. ანუ ბავშვს უნდა აუხსნათ და რა თქმა უნდა კომპენსაცია არის საჭირო, აი ამ თუნდაც ინტერნეტით, თუნდაც რაიმენაირად კომუნიკაცია არ უნდა იყოს დაკარგული მაინც, მიუხედავად სიშორისა. ბავშვი მშობლებისგან შორს იზრდება, ეს უკვე ვთქვით.
მამის მხრიდან ნაკლები სიტუაცია, როდესაც ნაკლები ყურადღება იგივენერად ვთქვით. კამათის პრობლემა, როდესაც ხშირი კამათია, აქაც უკვე ეს არის სამუშაო უკვე სინასტრიაზე, როდესაც კამათია უკვე უნდა ესე ვთქვათ, გააცნობიეროს ადამიანმა რატომ ხდება კამათი, რანაირად შეიძლება ეს ყველაფერი მოგვარდეს, ეს უკვე წვილის საქმე არის, უკვე სინასტრიაში გამოჩნდება კონკრეტულად კამათი რატომ ხდება, რა მიზეზით, რა თქმა უნდა, ყველაფერი ხასიათამდე მიდის ბოლოს და შემდეგ უკვე, საჭიროა ამ კამათზე, რა თქმა უნდა, ამ ბავშვს არ უნდა აანახო, რაც ძალიან ნაკლებად არის შესაძლებელი, იმიტომ რომ ბავშვი მაინც გრძნობს ემპათიურ დონეზე. საჭირო არის ამ ყველაფერზე მუშაობა სერიოზულად. შემდეგ რომელიმე მშობლის ადრეული სიკვდილი. ესეც რთული სიტუაციაა, თუმცა აქაც დიდ ვერაფერს ვერ იზამ, გარდა იმისა, რომ აღუდგინო აი მშობლის როლი, როგორი იყო ეს ადამიანი, თუნდაც მისი მშობელი თუ რა თქმა უნდა მას არ ახსოვს, ანუ ხშირად მოუყვე, ხშირად ახსენო, ხშირად ფოტოები ანახო, გაიხსენო რაღაც კონკრეტული სიტუაციები მშობელთან დაკავშირებით. აღუდგინო, ესე ვთქვათ, აი ეს ფიგურა, რომელიც დაკარგული აქვს, რომელიც ცხოვრებაში არ ექნება, აი მაგალითად, როდესაც გოგონას არ ყავს მამა, ან არ ახსოვს მისი მამა იმის გამო, რომ ადრე გარდაიცვალა, მას არ აქვს აი ეს მამის ფიგურა. და შემდეგ უკვე ცხოვრებაში, როდესაც საქმე მიდის ქორწინებამდე, უჭირს მისთვის შესაფერისი ადამიანის შერჩევა, იმიტომ რომ აი ეს ფიგურა როგორი უნდა იყოს მამა, არ აქვს თავიდანვე. ამიტომ თუ ესე თუნდაც მეხსიერებები წარმოსახვაში რაიმეს მოუყვებით, ფოტოებს ანახებთ, ხასიათს დაუხასიათებთ, რომ ესეთი იყო, ასე მაინც მიახლოებითი მაინც ესე ვთქვათ, შეექმნება წარმოდგენა. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ჩემი აზრით ამ შემთხვევაში. შემდეგ ბავშვების თანდასწრებით რო არ იჩხუბონ, ესეც ერთ-ერთი კარგი ვარიანტია, თუმცა ჩხუბში აქ იგულისხმება ალბათ რომ არ იჩხუბონ მუშტებით ერთმანეთთან. ისე თუ ასე ჯანსაღი კამათი ბავშვის თანდასწრებით ნორმალურია, მთავარია ხმას არ აუწიოს რომელიმემ და აი ესე მუშტი კრივზე არ გადავიდნენ. სხვა მხრივ ჩვეულებრივი კამათი რო წყვილს ერთმანეთის არ ესმოდეს და შემდეგ რაღაც მაინც ერთად არიან და მაინც ჩანს რომ კამათის მიუხედავად მაინც ურთიერთობა გრძელდება. ეს კარგი მაჩვენებელია ბავშვისთვის. არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ სულ ვიცინოთ ბავშვის თანდასწრებით და ზურგს უკან სულ ჩხუბობდეთ. ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ კამათიც ნორმალურია, შესაძლებელია, რომ რაღაცაში ერთმანეთს ვერ გავუგოთ, მაგრამ მაინც ვიყოთ ერთად. შემდეგი რა არის, როდესაც წყვილი არ არის ერთად. აქაც რა თქმა უნდა აუხსნი, რატომ მოხდა ესე. რა თქმა უნდა, რთულია სახსნელია, მაგრამ ისე თუ ასე რეალურია, მთავარია აუხსნა სიტყვიერად. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემა ეს არის, რომ შეიძლება ერთი-ორი მოკლედ აუხსნა რაღაც, რომ არ გამოვიდა რამე, ან ვერ გავუგეთ ერთმანეთს, ეს არ არის საკმარისი, ესე ვთქვათ, უნდა იყოს ახსნილი უფრო დეტალურად. სასურველია თუ ბავშვი, რა თქმა უნდა, თუ ბავშვს ესმის, თუ არის უკვე იმ ასაკში, რომ აუხსნა, რომ აი კონკრეტულად რაში ვერ გავუგეთ, აი რატომ მოხდა ეს ყველაფერი, როგორი გრძნობა გაქვთ ერთმანეთის მიმართ, რამდენად, აი ეს რომ ნეგატივი არ იყოს დარჩენილი, რომ აი სიძულვილი არ იყოს ერთმანეთის მიმართ, აი რაღაც ესეთი შედარებით მაქსიმალურად დიპლომატიური გზა უნდა იყოს არჩეული. ბავშვის გამო ერთად ყოფნა არის ასევე ხშირი სიტუაცია რუკაში, როდესაც ბავშვის გამო არიან ერთად, ეს ცალკე რთული გასააზრებელია, რამდენად რეალურად წყვილი ამ ყველაფერს იაზრებს, რომ ბავშვის გამო არიან ერთად და რეალურად გრძნობა არ აქვს. ამ შემთხვევაშიც უკვე სიტუაციას გააჩნია, თუ სინასტრია მეტნაკლებად დადებითია, ნორმალურია და წყვილი ახერხებს ერთმანეთთან ყოფნას და გამკლავებას და ყველა კმაყოფილია, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს ნორმალური იქნება, მაგრამ ესეც ისე თუ ასე მაინც მისატანია ბავშვამდე და თუ არის ცუდი სიტუაცია, რომ ბავშვის გამო არიან ერთად და რეალურად ჩხუბობენ და ნეგატიური ატმოსფეროა, რა თქმა უნდა, სჯობს დაიშალოს წყვილი. ეს უკვე რა თქმა უნდა ფსიქოლოგის თემა, ეს უკვე არ არის ასტროლოგი, ასტროლოგი თქვენ რჩევას ვერ მოგცემ, თქვენ ჯობია დაიშალოთ თუ არ დაიშალოთ. ასტროლოგს შეუძლია მხოლოდ განახოთ სიტუაცია, რომ აი ესე არის, ასეთი შანსებია, ასეთი რისკებია. გადაწყვეტილება მთლიანად არის თქვენი მისაღები, ეს არის თქვენი განვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა მაჩვენებელი იყოს ესეთი, მაგრამ წყვილი მშობლები იყვნენ იმ დონეზე უკვე განვითარებულები, რომ გადალახონ პრობლემა და ეს უკვე ეს მაჩვენებელი მათთვის არ იყოს პრობლემა, განვითარების დონე რუკაში არ ჩანს. ეს არის თქვენი განვითარების დონე, თქვენ ვითარდებით ცხოვრების განმავლობაში, რუკაში ჩანს
პირველადი შანსები და რისკები, რაც დაბადების მომენტში იყო ცხადი, რასაც თქვენ სავარაუდოდ გამოივლით მთელი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ რამდენად დაამუშავებთ ამ ყველაფერს, რამდენად გადალახავთ, გაიზრდებით მენტალურად, სულიერად, ინტელექტუალურად, ეს ყველაფერი რუკაში არ ჩანს. ეს არის თქვენი თავისუფალი ნება. შესაბამისად, ეს არის ყველაფერი რისკები და შანსები, ყველაფერი საბოლოო ჯამში დამოკიდებულია ადამიანზე. უბრალოდ პრობლემაც ამაშია ხშირ შემთხვევაში, რომ დინებას მიყვებიან ხშირ შემთხვევაში და იმდენად უჭირთ ადამიანებს რაღაცნაირად საკუთარ თავზე მუშაობა, რაც გასაგებია, იმიტომ რომ 21 საუკუნეში როდესაც 90% მიაქვს სამსახურს და ყოველდღიურ პრობლემებზე ფიქრს, ცოტა რთულია თვითგანვითარებაზე რაღაც დრო გამოყვოთ, თუნდაც რომ დაფიქრდე დაждდე მშვიდად. მაგრამ ამ ყველაფრისთვის საჭიროა დროის გამოყოფა და აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე რეკომენდირებულია ისედაც ყველა ასტროლოგი იგივეს გეტყვით, რომ ჯობია ბავშვები სანამ პატარა ასაკში არიან, იმ დროს უკვე გაანალიზდეს რუკა და გამოიკვეთოს აი ეს მშობლებთან დამოკიდებულებაში როგორი არის, გამოიკვეთოს ხასიათის მახასიათებლები, ანუ ხასიათის თვისებები ბავშვის რუკაში, რომ ეს იყოს რაღაც ისე ვთქვათ, დედისთვის ან მშობლისთვის ზოგადად იცოდეს მშობელმა კონკრეტულად რა მიდრეკელებები აქვს ბავშვს, რა უნარები აქვს, რა თვისებები აქვს, რა შესაძლებლობები აქვს, აი თუნდაც პროფესიული მიმართულებით, რა უნარები აქვს, ნიჭი როგორი აქვს, ხასიათი როგორია, სპეციფიკა ხასიათის, რომ რამდენად ინტროვერტულია ბავშვი, რამდენად ექსტროვერტულია, რამდენად მალე წყინს ყველაფერი, რამდენად დამოუკიდებელია, რამდენად რისკიანია, თუნდაც რამდენად სჭირდება შექება, მოფერება, აი ეს ყველაფერი სპეციფიკა ხასიათის პატარა ასაკში როდესაც იქნება გააზრებული, გამოკვლეული, ესე ვთქვათ, იგივე თუნდაც სამედიცინო მიმართულებით ბავშვის პრობლემები, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ბავშვს მთელი ცხოვრება წინა აქვს და თუ არის სუსტი, თუ არის პრობლემური, მაგალითად იქ რაღაც ორგანოები, თუ აქვს მხედველობის პრობლემა, რაც ძალიან ბევრს გვაქვს, გულის პრობლემები, თირკმელი, ორგანოები, მონელების პრობლემები, ამ ყველაფერზე მუშაობა პატარა ასაკის, როდესაც არის ბავშვი, უფრო მარტივია, უფრო მეტი ვიტამინები, უფრო მეტი ჯანსაღი კვება, უფრო მეტი ჰაერის გამოცვლა, სპორტი, ანუ ძალიან ბევრი მექანიზმი არის ხელმისაწვდომი, აი ამ ყველაფრის, ესე ვთქვათ, სუსტი ორგანოების გასაძლიერებლად, ხელშესაწყობად, გასაუმჯობესებლად სიტუაციის სამედიცინო მიმართულებით, როდესაც ბავშვი არის უფრო პატარა, ანუ მეტი შანსია, რომ მოზრდილობის ასაკში მერე უკვე ორგანიზმი უფრო ძლიერი იქნება. ამ ყველაფერს როდესაც გაიგებ 30 წლის ასაკში, როდესაც უკვე ნახევარი ცხოვრება უკან არის და ყველა ორგანო უკვე როგორც არის, აი ესეთ სიტუაციაში რომ უკვე ვერაფერს ვერ შეცვლი მაინც და მაინც უფრო რთული იქნება შემდეგ უკვე მოქმედება. ამიტომ დაბადებისთანავე ან თავიდანვე ამ ყველაფერზე ზრუნვა, რომ აქცენტი გააკეთო კონკრეტულად სუსტ ორგანოებზე, აი ეს სიცოცხლე ძალებზე, იმუნიტეტზე, რაც სჭირდება, აი ყველა საფრთხის რისკი ყველა სხვადასხვანაირი აქვს. რა თქმა უნდა, ეს არის რთული მენტალურად ამ ინფორმაციასთან გამკლავებაც ყველას არ შეუძლია. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ანუ ეს ყველაფერი არის მშობლებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის რეკომენდირებული ამ ყველაფრის გაკეთება, მაგრამ თუ მშობელი არის სუსტი შედარებით მენტალურად, ფსიქიკურად, როდესაც ძალიან ემოციური ადამიანი, როდესაც ამ ყველაფერს ძალიან ემოციურია და ზოგადად ყველა დედა ისედაც ემოციურია, როდესაც ბავშვს უკავშირდება საქმე, მით უმეტეს რთულია ნეგატიური ინფორმაციის გადახარშვა, გაანალიზება და რეალურად პრაქტიკულად გამოყენება, მაგრამ თუ ხასიათში არ აქვს ესეთი თუ აი სულით მებრძოლი, რასაც ქვია, არ არის ადამიანი, ასეთ შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ესეთი ინფორმაციის მიღება, თუნდაც რუკის ანალიზის ბავშვის, იმიტომ რომ რეალურად ცხოვრებაში დაიმატეთ სტრესს და ამ ინფორმაციას ვერაფერში ვერ გამოიყენებთ. ეს ინფორმაცია საჭირო არის იმ ადამიანისთვის, ვისაც შეუძლია ამ ინფორმაციის გამოყენება. სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს ამ ყველაფერს. მეორეს მხრივ ყველა სული მიდის იმ ოჯახში, სადაც მსგავსი კარმაა. შესაბამისად, ნებისმიერი სირთულის ბავშვი იბადება იმ ოჯახში, რომელ ოჯახსაც სჭირდება კონკრეტულად ამ სირთულის ბავშვი, თუნდაც მისი სულიერი განვითარებისთვის, გამოცდილებისთვის. ეს არის მისი კარმა, რაც ამ ოჯახმა უნდა გადალახოს აი ამ რთული ბავშვის ოჯახში მიღებით. ანუ არავის ოჯახში არ მიდის, ანუ თუნდაც მშობლებთან არ იბადება ის ბავშვი, იმ სირთულის, რა სირთულესაც ეს მშობელი ვერ გადალახავს. ეს არის გადალახვადი სირთულე ყველა მშობლის ცხოვრებაში. ეს არ არის მშობლის ბრალი, თუნდაც განქორწინება, თუნდაც იქ პრობლემები, ანუ ეს არის პროგრამაში ჩაწერილი, რა სირთულის ბავშვი იქნება, ეს სული თვითონ ირჩევს მშობლებს, ეს არის ორმხრივი, ესე ვთქვათ,
ორმხრივად მომგებიანი სიტუაცია, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მშობლები სწავლობს ბავშვისგან, ბავშვი სწავლობს მშობლისგან. იგივენაირად, როგორც მშობელი ასწავლის ბავშვს, მშობელმაც უნდა ისწავლოს ბავშვისგან. ხშირად არის ხოლმე ის, როდესაც აი მე ესეთი ვარ და ჩემი შვილი იმდენად განსხვავებულია, რატომ ყავს ესეთი შვილი, ანუ რა დავაშავე ესეთი, აი ხშირად არის ხოლმე ისმის ესეთი გამონათქვამები მშობლების მხრიდან და რეალურად ძალიან ხშირად მშობლებს უჩნდებათ მისგან აბსოლუტურად განსხვავებული შვილები, იმის გამო რომ ეს არის გაკვეთილი ამ მშობელმა, უნდა ისწავლოს რაღაც კონკრეტული ისეთი მახასიათებლები, სამყაროს თუნდაც სხვანაირად შეხედოს აი ამ ბავშვის თვალით, რადგან ეს ბავშვი ასწავლის სულ სხვანაირ ხედვას, სულ სხვანაირ აზრებს, სულ სხვანაირ შეხედულებას სამყაროს მიმართ, ამიტომ ეს არის ყოველთვის ორმხრივი. და თუ იბადება რაღაც რთული ბავშვი, აი როგორიც არის ჩემ შემთხვევაში აუტისტური, რაღაც მძიმე სამედიცინო პრობლემებით, ეს არ არის არც ერთ შემთხვევაში მშობლების ბრალი. და ვინმეს ბრალი ზოგადად, ესე უნდა ყოფილიყო, ეს არის მშობლებისთვისაც გამოცდილება, ეს არის საჭირო მშობლის განვითარებისთვის, ეს უკვე კარმული თემა არის. და ანუ ეს საჭირო იყო მშობლისთვის და არასდროს არც ერთ მშობელს არ უჩნდება იმდენად რთული ბავშვი, რომელსაც ის ვერ მოერევა და რომელსაც ვერ გაუმკლავდება, ვერ მიხედავს და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი არის კარმული გაკვეთილი, ესე არის საჭირო. ვერავის ვერ ეყოლება ისეთი რთული შვილი, რომელსაც ვერ გაუძლებს, რომლის ესე ვთქვათ, ამოქაჩვა ან თუნდაც გამკლავება არ შეუძლია. რეალურად ეს არის ორმხრივი გაკვეთილი. ამიტომ მეტნაკლებად მაინც დასაფიქრებელია, რამდენად ერთის მხრივ ყველანაირად აუცილებლად უნდა გაანალიზოთ რუკა და ეს არის სასარგებლო იქნება ეს ინფორმაცია, მაგრამ მეორე მხრივ რეალურად როგორც ადამიანური ფაქტორი შეიძლება ბევრი ადამიანი არ იყოს ამ ინფორმაციისთვის მზად. და რა თქმა უნდა, როდესაც არ ახარ მზად ამ ინფორმაციისთვის, ამ ნეგატიური ინფორმაციისთვის, ან როდესაც ზოგადად ნებისმიერ ასტროლოგიურ სერვისს უკვეთავ, ყოველთვის უნდა იაზრებდე იმას, რომ დადებითთან აუცილებლად იქნება უარყოფითი. არც ერთის ცხოვრება, არც ერთი ადამიანის არ არის იავარდით მოფენილი და ყველას აქვს პრობლემა და რისკები, მით უმეტეს რუკაში არ არის 100%-იანი შანსები, აქ არის რისკები და შანსები. ანუ ეს არის შეიძლება მოხდეს, შეიძლება არ მოხდეს. დიდი ალბათობით რა მოხდება, რაც სადაც მცირე ალბათობაა რომ მოხდება, ანუ ესე არის. და არის რისკები, რომელიც დამოკიდებულია მთლიანად თქვენს ნაბიჯებზე, მომავალ ცხოვრებაზე, თუნდაც ის სიმსივნის რისკი, რაც იქნება, თუნდაც 2 წლის ბავშვის რუკაში და რა თქმა უნდა, ანუ ეს არის გრადუსები, როდესაც არის სამედიცინო გრადუსები, ეს დაბადებიდანვე არის და ამის გააქტიურებას უკვე უნდა დრო და წინასწარ ეს ერთი დახედვით ყველა წელი არის გასაანალიზებელი, ოდესღაც რა თქმა უნდა შეიძლება გააქტიურდეს ეს რისკი, შეიძლება არ გააქტიურდეს საერთოდ. მაგრამ რისკი გააქტიურების როგორც ესეთი არის მთელი ცხოვრების განმავლობაში, აქ უკვე ყოველ წელს უკვე პროგნოზი კეთდება, რომ ვნახოთ კონკრეტულად როდის შეიძლება ეს ყველაფერი გააქტიურდეს და უნდა მოვემზადოთ ამ ყველაფრისთვის, რომ ორგანიზმი იყოს უფრო ძლიერი, უფრო ამტანი, ვიყოთ კონკრეტულად იმ ადგილას, სადაც გარემო შედარებით უკეთესია, სადაც ნაკლები იქნება რისკი დაავადების, სადაც ნაკლებად იქნება ესეთი მძიმე სიტუაცია, მძიმე გამოვლენა ამ სიტუაციის. ეს არის გარემო, ეს არის კარგი სამედიცინო მომსახურება, თუნდაც ირგვლივ სუფთა ჰაერი, ანუ ძალიან ბევრი მაჩვენებელია, რაც კონკრეტულად რუკაში აი ესე დეტალურად არ ჩანს, რის გამო. მაგრამ ჩანს ადგილი, რომ აი ამ ადგილას შენთვის ეს ადგილი უფრო წარმატებულია, რომ აი აქ სამედიცინო პრობლემები არ გექნება, სადღაც სხვაგან შეიძლება უფრო მეტი სამედიცინო პრობლემები გქონდეს. ეს არის გარემოს ანალიზი, რომელიც ესე დეტალურად რუკა არ ანახებს, მაგრამ იგულისხმება იქ სუფთა ჰაერიც, კარგი სამედიცინო სფეროც, ესე ვთქვათ, განვითარებული ჯანდაცვა. ეს ყველაფერი ამ ყველაფერს რუკა ანახებს და ეს ყველაფერი რეკომენდირებულია, რომ იყოს თავიდანვე გაანალიზებული, თუ რა თქმა უნდა მშობელს აქვს საკმარისი ფსიქიკური რესურსები ამ ინფორმაციას გამომკლავდეს. დღეისთვის სულ ეს იყო. დროებით.